მალე წვევამდელები ჯარში მხოლოდ კონტრაქტით იმსახურებენ და ამაში ხელფასსაც აიღებენ. სახელმწიფო ახალ სტანდარტზე გადასვლის პროცესია. იმდენად ბევრი აღმოჩნდა ჯარში კონტრაქტი და ანაზღაურებით წასვლის მსურველი, რომ ქვეყანაში წვევამდელთა რიცხვი განახევდა. სამხედრო გამწვევ პუნქტებთან წვევამდელთა რიგები სულ უფრო მცირდება. ნატო სტანდარტებზე გადასვლის გამო სამხედრო სამსახური საკონტრაქტო სისტემაზე გადადის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში სავალდებულო გაწვევა აუცილებელი აღარ იქნება. სანამ სრულად გაუქმდება, მანამდე წვევამდელთა კონტინგენტი თითქმის განახევრებულია. თუკი შარშან შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფები 1480 წვევამდელი შეივსო, წელს მისი რიცხვი 1400-ით განისაზღვრა. სასჯელ ახსრულების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებაში შარშან 1341 მოქალაქე წვიეს, წელს კი მხოლოდ 1320. შარშანდელთა შედარებით განახევდა თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში მოქალაქეთა გაწვევის რიცხვიც. ეტაპობრივად ვამცირებთ წვევამდელთა რაოდენობას, ვზდით პროფესიული სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობას და 2017 წელს ამ ამოცანას რომ გადავიდეთ მთლიანად პროფესიულ არმიაზე შევასრულებთ. საქართველოს უშიშროების საბჭოში კონტინგენტის შემცირება საერთაშორისო პრაქტიკითა და გამოცდილებით ხსნიან. ამბობენ, რომ ამას ნატო სტანდარტები მოითხოვს. მცირდება კონტინგენტი ეტაპობრივად იმისათვის, რომ მოხდეს საბოლოოდ უკვე თავდაცვის სამინისტროში სრულად პროფესიულ არმიაზე გადასვლის მომზადება. სისტემა მოსწონს გიორგი თავდგირიძეს. ექსპერტი სამხედრო საკითხებში მიიჩნევს, რომ სავალდებულო სამხედრო გაწვევა ძალაში მაინც დარჩება. ამას რეზერვის ახალი კონცეფცია ითვალისწინებს. თუმცა მანამდე იმ კრიტერიუმებზე საუბრობს, რომელიც სამშობლოს სამსახურში მოქალაქეთა გაწვევას ითვალისწინებს. ვისაც უკეთესი ჯანმრთელობა აქვს, თავისთავად ის გაიწევა. გარკვეული მოთხოვნა არსებობს სიმაღლესთან დაკავშირებით. გარკვეული მოთხოვნა არსებობს მის ესე ვთქვათ უტრირებულად უნარჩვევებთან მიმართებაში. ჯარში მოქალაქეებს 2017 წლიდან უკვე აღარ გაიწვევენ. სამხედრო ვალდებულება არ შეეხებათ დედის ერთებს, სასულიერო პირებს, ოჯახის ერთადერთ მარჩენალთ და შვილის დაბადების მოლოდინში მყოფ 18-დან 27 წლამდე პირებს.